არ ვიცი ხა კვლევა აი ბოლოდან დავიწყებ რა არ ვიცი რა კვლევა იყო ნამდვილად რა პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებოდა ეს კვლევა და თუ კითხვა როგორ იყო დასმული ეს არის მნიშვნელოვანი და ის რომ არჩევნებში მონაწილეობა ხალხს უნდა შეცვალოს იმისთვის რომ კი ბატონო და მე დამიზუსტეთ იმისთვის რომ შეცვალოს ხელისუფლება ეს გარდაუვალია აუცილებლად მაგრამ გააჩნია რა არჩევნები იქნება ის არჩევნები უნდა ჩატარდეს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები და თავისუფალი არჩევნები და პირველ რიგში არჩევნები უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რომელიც რეალურად შეცვლის ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და მის მმართველობას რაც შეეხება ჩვენ შეხვედრებს ჩვენ დღეს ფაქტიურად აჭარით ვასრულებთ რეგიონების შემოვლას ამ ეტაპის შემოვლას დღეს ვიყავით უკვე გურიაში შევხვდით იქ ჩვენს მეგობრებს ჩვენს აქტივს ეხლა გვაქვს შეხვედრა აჭარის აქტივთან აჭარის ჩვენს წარმომადგენლობასთან და ვფიქრობ რომ აქ პოზიცია არის ერთი და ერთმნიშვნელოვანი და ამე არ შემხვედრია მაგალითად ჩემს გარემოცვაში ადამიანი ნაციონალური მოძრაობის რომელიმე მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე რომ ის ამბობდეს რომ რამენაირად აქვს აზრი ან რამე შეიძლება წავიდეს ადამიანი იმაზე რომ ადგილობრივ არჩევნებში მიიღოს ეხლა მონაწილეობა ეს არის ფაქტობრივად ამ ადამიანების წინაშე დანაშაული პირველ რიგში რომ ვინმე უბიძგოს მაინც ის რომ აიცით რა თქვენ ადგილობრივ არჩევნებში უნდა მიიღოთ მონაწილეობა მე პირდაპირ ვაცხადებ რომ ეს იქნება ლეგიტიმაცია პირდაპირ ივანიშვილის ხელისუფლების სწორედ ეს უნდა და სწორედ ეს უნდა რომ რამენაირად რომელიმე პარტია შეიყვანოს ამ ყველაფერში მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ თუ ვინმე კიდე ისე ფიქრობს რომ დღეს ადგილობრივ არჩევნებში რამე მონაწილეობა ღირს ისინიც აზრს შეიცვლიან. ან თუნდაც მათ კითხონ საკუთარ ამომრჩეველს, მათ კითხონ საკუთარ აქტივს რაიონებში. ჩავიდნენ და კითხონ. მე ვიცი მათი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობის აზრი ადგილებზე. მე ვიცი და მე მესაუბრებიან ეს ადამიანები და დავიჯერო, მათ არ ესაუბრებიან. ამიტომ აღარც გვინდა ამაზე საუბარი უკვე და ვფიქრობ რომ შეურაცხყოფელია თითოეული ჩვენთაგანისთვის რომ ეხლა ჩვენ განვიხილავთ რომ ადგილობრივ არჩევნებში თურმე უნდა ან მივიღოთ მონაწილეობა ან არ უნდა მივიღოთ საერთოდ ამაზე საუბარიც არ შეიძლება და ერთადერთ რამეზე უნდა ვისაუბროთ როგორ ვნახოთ ერთმანეთში ის კონსოლიდაციის უნარი რომ ჩვენ ერთობლივად გავაკეთოთ ის რომ ეს ადგილობრივი არჩევნები არ შედგეს იმიტომ არ შედგეს რომ ლეგიტიმური არ არის ის ხელისუფლება რომელმაც უნდა ჩაატაროს ეს არჩევნები და არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ვერ უნდა შეძლოს ის რომ რამენაირად ლეგიტიმაცია მისცეს იმ არჩევნებს რომელიც არაფრის მომტანი არ არის არც ერთი ოპოზიციური პარტიისთვის და ქვეყნისთვის და პირიქით დამაზიანებელია და ეს უფრო გააუარესებს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაში დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება. კი ბატონო, თქვენ ალბათ არ შემდგარ არჩევნებს ეძახით, როდესაც მარტო ქართული ოცნება იქნება წარმოდგენილი, ხო? აი ამ არჩევნებში, აი დაუშვათ გავყვეთ აი თქვენ სურვილებს, რომ არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ მიიღეთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, მიიღო ქართულმა ოცნებამ, დაიწერა ის რაც უნდა და ასე შემდეგ. აი ამ სცენარში დამანახეთ რა ამარცხებს ბიძინა ივანიშვილს. აი რომ ჩაატარებს იმ თვითმმართველობის არჩევნებსაც ისე, როგორც მას უნდა და იმდენს დაიწერს, რამდენიც მას უნდა, ამით რა იცვლება, ანუ აი სად მარცხდება აქ ივანიშვილი? არ შემდგარ არჩევნებად ვთვლი მე იმ არჩევნებს, რომელსაც რომელიც შეიძლება ჩაატაროს ივანიშვილმა თავის სატელიტებთან ერთად. და არ მინდა რომელიმე ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს წარმოგვიდგენია როგორც პროევროპული პოლიტიკური ძალა, ვიხილო რაღაცა იმ მდგომარეობაში, რომ მე ამ მდგომარეობის ახსნაც ვეღარ შეძლოს ვერავინ. ამიტომ არ შემდგარი არჩევნები იქნება ის არჩევნები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჩაატარებს თავის სატელიტ პარტიებთან ერთად. კი ბატონო და რომ აი ამ პროცესში რო არ მიიღებთ თქო მონაწილეობას ეს ვიკითხე ბატონ გიორგი აი დაუშვათ ესე მოხდა რა იცვლება ანუ აი ამით როგორ მარცხდება ბიძინა ივანიშვილი ეს დამანახეთ რა ვიცი ჩვენ ხო ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ადამიანებს ნიჰილიზმი არ გაუჩნდეს ქვეყანაში ადამიანებს არ გაუჩნდეთ იმის სურვილი რომ ქვეყანა დატოვონ ადამიანებს იმის სურვილი არ გაუჩნდეთ რომ არაფრის იმედი აღარ გქონდეთ იმის ის ხო არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ რომ ჩვენ დავკარგოთ ავტორიტეტი იმ ამომრჩეველთა რომელი ამომრჩეველიც კიდე ჩვენ ბოლო არჩევნების მიუხედავად იმ სპეცოპერაციის მიუხედავად რომელიც ქვეყანაში ჩატარდა 2024 წელს და ბიძინა ივანიშვილმა ფაქტიურად ქართველ ხალხს მოპარა არჩევანი იქ კიდე ადამიანები რომლებიც მიუხედავად იმ დაშინებისა მიუხედავად იმ შეურაცხყოფისა მიუხედავად 1000 სიბინძურისა განხორციელებული ხელისუფლების მხრიდან, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან, მაინც მივიდნენ არჩევნებზე და გამოხატეს ეს თუ ის არჩევანი, ხო?
ჩვენ პირიქით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანებს ხალხს მივცეთ мотиваცია იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩება. და ასევე ჩვენი мотиваცია, ჩვენი ბრძოლა უფრო მეტად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა გაიზარდოს და ის დაწყებული პროცესი, რომელიც კონკრეტული ივანიშვილის და სხვა დანარჩენი ადამიანების სანქცირებას უკავშირდება, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკვე ნაწილობრივ მიღებული და რომელიც ძალიან მალე დასრულდება, მეგობარი აქტი მალე დასრულდეს და ფაქტობრივად ყველას მიეზღვას თავის საზღაური და გამოუტანოს განაჩენი ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე ანგრევს ქვეყანაში დემოკრატიას, ასე მიეკაჩება ქვეყანას რუსეთისკენ. ამის мотиваცია ჩვენ როგორც ხალხს უნდა მივცეთ, ისე ჩვენს პარტნიორებს უნდა მივცეთ. ეხლა ჩვენ თუ დავიწყებთ იმაზე საუბარს, იცი რა, მოდი იქნება არჩევნებზე შევიდეთ, ადგილობრივ არჩევნებზე, ის გადავტეხოთ, აგერ ხელვაჩაურში ვიმყოფები ეხლა და აი ხელვაჩაურში თუ ორ ადამიანს შეიყვანს მაგალითად რომელი პოლიტიკური ძალა, ეს ნიშნავს, რომ რამენაირად გადატეხს. ეს არის ეს იქნება არჩევნები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაწერს ისევე როგორც დაწერა 2024 წელს. ამიტომ ამაზე საუბარიც არის უკვე ზედმეტი. და რომელ შეხვალთ ამ პროცესში ეს გადატეხავს ბიძინა ივანიშვილს, ბატონ გიორგი, ამას ვარკვევ. ბოდიშით ნახეთ, აი ხა მაგალითად ძალიან ბევრი ფორმატი არის, ხო? მაგალითად პაატა ბურჭულაძეს ხედავთ, რომ დადის ხდება მოსახლეობა, სადაც პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ არჩევნების ბოიკოტი არის მნიშვნელოვანი. ყველა ინდივიდუალური პოლიტიკოსები, ინდივიდუალური საზოგადოების წარმომადგენლები, ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც ფიქრობთ, რომ ქვეყანა გადასარჩენია, ყველა ერთად უნდა დავდგეთ და გავაკეთოთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლოს რამენაირად ლეგიტიმაცია მისცეს იმ არჩევნებს, რომელი არჩევნებიც ქვეყანაში არ უნდა ჩატარდეს მანამ, სანამ არ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ გარემოში. ისეთ გარემოში, სადაც ადამიანებს გარანტირებულად ეცოდინებათ, რომ მისი ხმა დაცული იქნება. და არა იმ CSKO-ს, და არა იმ პოლიციის, და არა იმ სუსის პირობებში, რომელიც თავიდან ბოლომდე არის პოლიტიზირებული და თავიდან ბოლომდე ერთი ადამიანის დავალებას ასრულებს, ეს არის ბიძინა ივანიშვილს რამენაირად შეუნარჩუნოს ხელისუფლება. ამიტომ ამაზე ლაპარაკი მე მგონი უნდა დავამთავროთ და მთავარი ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ შევძლოთ, რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანები, რომ ადამიანებშიც იმ პროტესტის დღეს არის მე-200 დღე, სხვათა შორის უმნიშვნელოვანესი პროტესტის მე-200 დღე, რომელიც კიდე ერთხელ უნდა დავანახოთ იმ ახალგაზრდებს, იმ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს, იმ პოლიტპატიმრებს და მე მინდა აქედან მივესალმო ყველა პოლიტიკურ პატიმარს და მხნეობა უსურო და მათ არ უნდა გაუცრუოთ იმედი. გუშინ იყო თელავში აქცია, იქ ვიყავი, რა თქმა უნდა, ვესწრებოდი მათე დევიძეს მხარდაჭერი აქცია. აი რა პასუხი უნდა გავცეთ რომელიმეს, ხო? ჩვენ ხო ვისმენთ მათ აზრს. თუნდაც მათ აზრს არ ვისმენდეთ, თუნდაც არ ხედავდეთ რა არის მათი პოზიცია, რომ გვეუბნებიან ჩვენით არ ივაჭროთო. ჩვენ ხო შინაგანად უნდა გრძნობდეთ, ხალხში დავდივართ, ხო, ხალხში მოძრაობთ. რა კვლევაზეა საუბარი? კარგით რა, რა 54%-ია საუბარი, კარგით რა. 54 კი არა, 84% და 90% მისცემს ხმას იმას, რომ ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს, უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, მაგრამ უნდა შეიცვალოს ისეთი არჩევნებით, რომელიც იქნება თავისუფალ გარემოში და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებული არჩევნები.